ხშირად მომისმენია ხოლმე ესეთი სიტყვები, წამიკითხავს მომისმენია, რომელიც უფრო გავს ხოლმე პროტესტს ადამიანების მხრიდან. მასში, როდესაც ჩვენ ადამიანები, რომლებიც მუშაობთ ონლაინ და ხშირად ვსვამთ ხაზს თუ რამხელა დადებითი და კარგი მნიშვნელობა აქვს და თუ რამხელა ინსტრუმენტია ონლაინ სივრცე, უფრო მეტად ქალბატონებს ვუსვამ ხოლმე ხაზს, იმიტომ რომ ქალბატონებს ფაქტიურად სახლში მეუტანა სამსახური და მისცა საშუალება, რომ იმუშაონ სახლიდან, თუნდაც პატარა ბავშვი ყავდეთ. ხშირად ვხედავ ხოლმე კიდე როგორ გადადიან პატარა ბავშვის პატრონები სოფლებში, როგორ ბრუნდებიან სოფლებს და რა აძლევს მათ ამხელა შანსს ის, რომ ონლაინ სამსახური აქვთ, ჩადიან სოფლში, უკვე იქ აგრძელებენ ცხოვრებას, იწყებენ ახალ ცხოვრებას და მათ არ ეშინიათ უფინანსობით. ეს არის, რა თქმა უნდა, ონლაინ სივრცის დამსახურება. ონლაინ სივრცეზე მე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო როგორც საუკეთესო ინსტრუმენტზე და შანსზე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ ვიცი მისი მინუსები, მინუსებზეც ასევე შემიძლია ვისაუბრო უამრავი, თუმცა იმდენად მძიმე წონის დადებითი სარგებელი შეიძლება მოიტანოს ონლაინ სივრცემ შენს ცხოვრებაში, რომ მინუსებს ძალიან გადაწონის. ამიტომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ჩვენ ცხოვრებაში, არის შედარებითი, რა გიღეს და რა არ გიღეს, ხო ესეა. და კიდევ თუ არ გაქვს საქმე ონლაინ, ანუ მე თუ არ მაქვს საქმე ონლაინ და არც მქონდა საქმე ონლაინ, არც ვდებდი ფოტოებს დიდად, ვიდეოებზე ხო საერთოდ რატო უნდა დამედო, როდესაც არ მუშაობ, რატო უნდა დავდო, მით უმეტეს თუ ეს მე არ მიყვარს. ამიტომ ადამიანებს, ვისაც არ უყვართ ონლაინ სივრცეში გამოჩენა, ვიდეოს დადება, რატომ უნდა გააკეთოთ ეს? არ უნდა გააკეთოთ. მაგრამ უფრო საუბარი არის ხოლმე იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს სამსახური, აქვს პროფესია, არ აქვს შემოსავალი, შეუძლია შემოსავალი გაიჩინოს და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ამისი გაკეთება არ უნდა, რომ ვიდეო დადოს და რაღაცა თავისი ფოტო დადოს, ხო? ამის გამო იკავებენ თავს. აი ეს არის, თუ გაქვს საქმე, რომ უნდა გამოჩნდე, ეს არის საფაქტორი. ის რომ საქმე არ გაქვს, რატომ უნდა გამოჩნდე? თუ საქმე არ გაქვს, ნახეთ, გვერდი გავაკეთე და რაღაცა გამომწერები თავისით გაივსო, ესე არ ხდება. გვერდსაც გააკეთებ, ვიდეოსაც დადებ, უამრავ ძალიან კარგ ვიდეოს დადებ, სტატუსებსაც დაწერ, არ არის ეგ პრობლემა სიტყვაზე, მაგრამ გამომწერების ესე მომატება ესე არ ხდება. მით უმეტეს, როდესაც გვერდი არის პროფესიონალური, ხო, ეხლა ჩემი გვერდი მაგალითად ესე თავისით არ იზრდება. შეიძლება რაღაცა იუმორისტული გვერდები გაიზარდოს, რაღაცა ისეთი შიშველი სხეულებით ფოტოები ვიდეოები და გვერდები გაიზარდოს, რაღაცა ისეთი გვერდები გაიზარდოს, რაც ძალიან ურტყავს ადამიანს ემოციურად. მაგრამ ჩემნაირი გვერდები, ის რაც უფრო პროფესიული მხრით მიდის, ესე თავისით არ ხდება მისი გაზრდა, აქ ხდება უამრავი ფულის ჩადება. ხო და ანუ რას ვამბობდი? ჩვენაირი პროფესიული გვერდები ესე თავისით არ იზრდება. ანუ აქ უნდა ჩადო უამრავი ფული იმისთვის, რომ ადამიანებმა გამოგიწერონ და ეს ადამიანები რაღაცით ახლოს უნდა იყვნენ შენთან. ანუ ესე ტყუილად არავინ არ გამოგიწერს. თუ ტყუილად დავუშვათ ვიღაცამ გამოგიწერა, ისიც მიხვდება ცოტა რაღაცა პერიოდის შემდეგ უკვე მიხვდება, რომ ტყუილად გამოგიწერა და გააუქმებს გამოწერას და გავა შენი გვერდიდან. ამიტომ ეს არის სისტემატიური რეკლამა, რომელშიც შენ იხდი დოლარებს და არა ლარებს. ამიტომ მე თუ არ მაქვს საქმე, არ მიყვარს ვიდეოს გადაღება, არ მიყვარს ფოტოების გადაღება, დადება, ანუ რატო უნდა გავაკეთო, რატო უნდა გამოვჩნდე ონლაინ? ეს ხო არის დიდი სისულელე. ამიტომ ესეთ ადამიანებს არასოდეს არ ვეუბნები, რომ გამოჩნდი. ანუ რატო? მაგრამ ადამიანებს უკვე ვიზეც ვისაუბრე, რომ აქვთ პროფესია, არ აქვთ შემოსავალი,
და ონლაინ გამოჩენა არის ერთადერთი ძლიერი გამოსავალი ამ შემთხვევაში, მაშინ ეს უნდა გააკეთო. მაგალითად მე სანამ ამ ნაბიჯს გადავდგავდი, უამრავი სტრესული ფიქრი, უამრავი სტრესიანი დღე გავიარე, უამრავი ფიქრი, ნერვიულობა, არ ვიცი, ძალიან ბევრი ვიფიქრე. ესე არ ხდება, რომ რაღაცა მომინდა და გავაკეთე. ეს არის ძალიან ნერვიულობა. ესე იგი, აი წარმოიდგინეთ, დიდი ხნის მომღერლების კი, როდესაც ამ მსახიობები მომღერლები, ხო, ყველა სცენაზე გამოსვლის წინ უდიდეს ნერვიულობას და სტრესს განიცდიან. რაღაც დონეზე უკვე მიჩვეულები არიან და მათ სიამოვნებთ, მაგრამ ეს მაინც არის ემოცია. ამიტომ ესე არ ხდება, რომ ეს მომინდა და გავაკეთე. არა, რა თქმა უნდა, ეხლა აი წარმოიდგინეთ, მე ჩავწერე ვიდეო, დავდე გვერდზე, სადაც 5,000 ადამიანია, 5,000 ეს არის თავი, ტვინი, ყველა ადამიანი თავის თავში სხვანაირად გადახაშავს, ყველა ადამიანი სხვა რაღაცას მოიგონებს, სხვა რაღაცას მიაბავს, მოაბავს, გამოაკლებს, ზოგჯერ საერთოდ არ ისმენენ და სამბობ. ანუ ეს ზოგი საერთოდ თავხედია და ისე შემოგიხდება, რას დაგიწერს და ანუ რო შეხვალ გვერდზე რა დაგხვდება, კაცმა არ იცის. ანუ რატო უნდა შეხვიდე თუ საქმე არ გაქვს? რატო უნდა აიტკიო თავი, ესე რომ ვთქვათ, აუტკივარი თავი, რატო უნდა აიტკიო? მაგრამ მე პირადად იმდენად დიდ პლუსებს და იმდენად დიდ საშუალებას მაძლევს ონლაინ სივრცე, არც თავხედი ხალხი არაფრად არ მიღეს, არც ცუდი კომენტარების პატრონები არაფრად არ მიღეს და საერთოდ ცუდი არაფრად არ მიღეს, იმიტომ რომ უამრავი კარგი გეგმა მაქვს. ამიტომ როდესაც ისმენთ, რომ გამოჩნდი ონლაინ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმათ, ვისაც საქმე აქვს. თუ საქმე არ გაქვს, ანუ რატომ და გამოჩნდე? რისთვის? თუ გსიამოვნებს, ის თუ რაღაცა გსიამოვნებს და გამოჩნდე, ეს ყველაზე დიდი საქმეა. ხა რაღაცა გსიამოვნებს და იმას აკეთებ, ეს ამაზე დიდი საქმე არაფერია. რა თქმა უნდა გამოჩნდე, მაგრამ თუ არც გსიამოვნებს, არც საქმე გაქვს, არც სათქმელი გაქვს და მithumetes ამაში ფული გადაიხადო, ესე არ ხდება. წარმატებები ჩემო ძვირფასებო და კიდევ ერთხელ ვიტყვი და 1000-ჯერ ვიტყვი და არ დავიღლები, თუ გაქვს საქმე და მისცემ შენს შიშს იმის საშუალებას, რომ შენ საქმეზე და შენს მომავალზე გაიმარჯვოს, ძალიან მწუხარ შესმაგივრად, იმიტომ რომ ამ დროში ესეთი შანსი გეძლევა და არ გამოიყენო, არის ძალიან ცუდი. მე გისურვებ, რომ გადალახო ყველანაირი შიში და გამოჩნდე ონლაინ შენი საქმიანობით, მიუხედავად ყველაფრისა, იმიტომ რომ ეს არის შანსი, რომელიც დღეს გეძლევა. მომავალში რა იქნება, არ ვიცით, მაგრამ დღეს არის ეს შანსი, რომელიც უნდა გამოიყენო. წარმატებები ჩემო ძვირფასებო და მშვიდობიანი დღე ყველას. აბა, დროებით.